თუ გერმანული ენის მრავლობითი რიცხვი გაშინებს, შენ მარტო არ ხარ. გერმანულში მრავლობითი რიცხვის ფორმირება სხვადასხვა ხერხით ხდება და ერთი კონკრეტული წესი არ არსებობს. გილოცავ. გერმანულ ენაში მრავლობითი რიცხვის 5 სხვადასხვა დაბოლოება შეგხვდება. დაიმახსოვრე, მრავლობით რიცხვში არტიკლი არის ყოველთვის D. ზოგიერთ არსებით სახელს განსხვავებული დაბოლოება არ აქვს. აგრეთვე არის არსებითი სახელები, რომლებსაც მრავლობით რიცხვში ხმოვანზე, ერთ-ერთ ხმოვანზე ემატებათ უმლაუტები. მაგალითად, D-ა მან, კაცი და D, მენა, კაცები მრავლობითში. ასევე არსებობს ისეთი არსებითი სახელები, რომლებსაც ორი მრავლობითი აქვთ. ორივე სწორია. ასეთი არის მაგალითად D, პიცა, პიცა და მრავლობითის ორი ფორმა აქვს. ორივე სწორია, ორივე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და ეს არის D, პიცას და D, პიცენ. არ ვიცი, შეიძლება რაღაცები გამომრჩა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ როდესაც არსებითი სახელების სწავლას იწყებ და რა თქმა უნდა ფიქრობ არტიკლებზე, აგრეთვე იფიქრო მის მრავლობით ფორმაზე.